ვარდების რევოლუციის მომენტი მაინტერესებს. აი თქვენთვის ვარდების რევოლუცია როგორ ხდება? თქვენ თვალით დანახული როგორია ვარდების რევოლუცია? რა მოხდა? რატომ დაემართა შევარდნაძეს ეს? თქვენი აზრით. მე ამას ხო უყურებდი ეს ყველაფერი გარიგებით. ვის და ვის შორის გარიგებით? შევარდნაძე და მაგათ შორის. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ შევარდნაძემ თავისი ნებით გადააბარა მიშას ნებით არა, მაგრამ უნებლიეთ მაინც არა ეს ხო მაგრამ აი მე გამიგია გარიგების ვერსიას შევარდნაძის სხვადასხვა ჩინოვნიკებს და სააკაშვილს შორის და აი თქვენს წრეში მაშინ ვინც პარლამენტის წევრები და პოლიტიკაში აქტიურად იყავით ვისი მიშასთან შეთანხმება იყო ჟარგონულად რო ვთქვათ გაბაზრებული მე მგონი უფრო გარემოცო ვისი შევარდნაძის რა თანამდებობის პირებისგან შედგება ეს გარემოცო მე მგონი უშიშროების უფროსსა და პოლიციის ემედოს უფროსი მე მგონი უფრო მიშასკენ უფრო იქნება ვიდრე შევარდნაძისკენ. რაში გამოიხატა ეს თქვენ რატო გაქვთ ამის წმენა? მოქმედობა. რა უნდა და ძალოვან სტრუქტურებს არ შეეძლოთ რომ ეს ყველაფერი ნუ მაგის არგუმენტი ის არის რომ მოფამფალებული იყო მაშინ ძალოვანი რადგან მოფამფალებიც არ უნდა იყოს ახლა მიშა და მიშის გარემოცვას რა მოფამფალების სახელმწიფო არ იყოს სტრუქტურა იყოს მობილიზებას გაუკეთე და მასე და არაფერი როგორ პარლამენტში შეიჭრა კარგით რა. ხო შეიჭრა პარლამენტში მიშა? ხო შეიჭრა პარლამენტში? გაუგეს გარები და შეიჭრაოდა მაგრამ თქვენ მაგ დროს იქ ხართ მაგ პარლამენტში თუ იმ დროს არ ხართ პარლამენტის წევრი? არა, მე მეორე ტური იყო და არა. მეორე ტური იყო, ხო? მე მაშინ ვილნიუსში ვიყავ. იქიდან ვაპარებდი. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა თქვენ რა განცდა დაგრჩათ? გიხაროდათ ეს თქვენთვის რა ემოცია იყო ეს? ის უკვე შევარდნაძის პერიოდი რაც იყო, ხო, ისე ცხოვრება არ შეიძლებოდა რა. რაღაც ახალი უნდა მომხდარიყო და რაც ახალი მოხდა, ესაც მე მგონი ცუდი არ მოხდა. ყველა გარდამავალ პერიოდს თავისი სიახლე უნდა მოხონოს. რაც მაშინ მოხდა. მამასა ვერავინ ვერ იტყვის. კი, ფსიქიკურად დავადებული იყო თუ რა იყო, იმას სიახლე რაღაცები მოყვა. რაღაც იმაზე მოყვა, მაგრამ რაც უკეთესობისკენ წავიდა ქვეყანა, არა უარესობისკენ.